ბავშვო, რას ნიშნავს სიტყვა გეოგრაფია? აბა გეოგრაფიას მიწას და გრაფია აღწერას. სად არის რომელ კონტინენტზე ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები? სამყარო ორ ნაწილად იყოფა, ხო? განვითარებადი ქვეყნები და განვითარებული ქვეყნები. აბა რომელ კონტინენტზეა განვითარებული ქვეყნები? განვითარებული ქვეყნები აზიაში. არა, განვითარებული ქვეყნები არის ძირითადად ევროპაში. ახლა ამერიკაც განვითარებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ამერიკა ევროპიდან დასახლებულებით არ არის ცნობილი. აბა რა ენაზე ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატები? ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ ინგლისელები არიან ჩასახლებული, იმიტომ ლაპარაკობენ ინგლისურ ენაზე. დიახ. ევროპაში ბავშვო, ყველაზე განვითარებული ქვეყანა ახლა არის გერმანია, ხო? გერმანია. გერმანია მეორე მსოფლიო ომის შედეგად განადგურებული მთელი სახალხო მეურნეობა ფერფლიდან აღადგინა. ვინ აღადგინა ფერფლიდან? ახალგაზრდობა, რომლებიც სწავლით იყვნენ დაინტერესებული. ასევე მაღალი განვითარების ქვეყანაა დიდი ბრიტანეთი. ანუ მეორე სახელი ინგლისი. აბა აქ ისეთი მაღალია ტექნოლოგიის დონე, ისეთი მაღალია ხალხის შრომის უნარიანობა, რომ ცხოვრების დონე არის ძალიან მაღალი. აგერ საფრანგეთი, შემდეგ იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი და სხვები. იცი რა კარგად წამოვიდნენ, რითი ახლა? რა აქვთ, იმათ არაფერი არ აქვთ. ტურიზმი ააშენეს შესანიშნავი სასტუმროები, ყურე, აიღეს ვალები ბავშვებო. მსოფლიო ბანკიდან ააშენეს შესანიშნავი სასტუმროები. ამ სასტუმროებს მიაწყდა ხალხი ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს ტურისტებს ხო ფულიშია კი საჭმელი უნდა იყიდოს სასტუმროში და გაიქირავოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისმა მეცნიერებმა ამასინათ გამოიკლიეს საქართველოს წიაღი და გაუცხებული დარჩენ. არ არსებობს მენდელეევის სისტემის არც ერთი ელემენტი, რომელიც ზედმეტ ნაკლები რაოდენობით არ იყოს ამ პატარა მიზანზე. ჩვენ დავაშავეთ, იმიტომ რომ შრომა გვეზარება. მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოში საუკეთესო ხალხი ვართ, ახლა ჩვენზე უკეთესებიც არიან, მაგრამ საუკეთესო ხალხი ვართ, ნიჭიერებითაც განთქმული ვართ, მაგრამ შრომა რომ გვეზარება და გავზარმაცდი, აი ამან გამოიწვია ჩვენთან ცხოვრების დონის დაქვეითება და ძალიან დაქვეითებულია ბევრისათვის.